ასეთი მარცხი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს განცხადებით, ამერიკა უარს ამბობს ირანთან ღია ომზე, ისე რომ მიზნებს ვერ მიაღწია და იმედს ამყარებს სანქციების ეფექტზე. ამავე დროს დონალდ ტრამპის ყველა მუხარის მიუხედავად, ირანმა და ომანმა გააფორმეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების მიღებასა და განაწილებაზე. და ეს გააკეთეს, როგორც თავად ირანული მხარე აღიარებს, აშშ-ის პირდაპირი წინააღმდეგობის მიუხედავად. ამასთან პირდაპირ წინადრეს თავად შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იმავე სრუტის ცენტრალური ნაწილის განაღმვის დასრულების შესახებ. პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ირანზე სამხედრო თავდასხმები არ იქნება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას, რომ აშშ-მ რაღაც მიზნები დაიტოვა, და იყოს ასე. რა მოხდა მერე? ამ ომში განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწიეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. შეიძლება უბრალოდ შეჩერდეს და იმედით დაველოდოთ, თითები გადავაჯვარედინოთ, რომ სანქციები ნამდვილად იმოქმედებს. ადრე ისინი მოქმედებდნენ, მაგრამ ამჯერად ომის შემდეგ ნამდვილად იმუშავებენ. მოკლედ, მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს მრავალშრიანი სურათი და ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგოთ. რადგან როგორც ჩანს, ჰორმუზის სრუტე იხსნება, მაგრამ მას ერთდროულად სამი მხარე ხსნის. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და აწკაბუნეთ ზარზე და თქვენი კომენტარი დაწერეთ, ალბათ უკვე გამოშვების ბოლოსკენ. მოდით დავიწყოთ ჰორმუზის სრუტის გაყოფის ყველაზე ხმაურიანი განცხადებით. როგორც ირანულმა სააგენტო ტასნიმმა გაავრცელა, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ირანმა და ომანმა გააფორმეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების მიღებასა და გაყოფაზე. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლის თქმით, ომანთან მოლაპარაკებები სწორედ აშშ-ის წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა. გახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ომანს საჯაროდაც კი დაემუქრა დაბომბით, თუ ის თეირანთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდა. ან თეირანი ამ შეთანხმებას საჯაროდ წარმოაჩენს, როგორც მიღწევას, რომელიც ვაშინგტონის მიუხედავად და არა მისი წყალობით შედგა. მაგრამ აი სად არის პრობლემა? ამავდროულად თავად შეერთებულმა შტატებმა დღეს გამოაცხადა საკუთარ ბევრად უფრო მასშტაბურ ნაბიჯზე, რომლის გარეშეც ეს მთელი ისტორია სრულიად სხვანაირად გამოჩნდებოდა. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა დაასრულეს ოპერაცია ჰორმუზის სრუტის ცენტრალური ნაწილის განაღმვისა და გაწმენდის მიზნით, რომელიც მსოფლიო ნავთობის ლოგისტიკისთვის საკვაძო წყლის გზას წარმოადგენს. როგორც აქსიოსი იუწყება ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა გაასუფთავეს ნაღმებისგან ეგრეთ წოდებული მედიანა, ანუ გამყოფის ზღიზოლი, რომელიც ზუსტად შუაში გადის ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებს შორის. აქსიოსის მონაცემებით, სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკული წყალქვეშა უპილოტო აპარატები სისტემატურად ამოწმებდნენ აკვატორიას. ოპერაციაში ასევე ჩართეს კერძო კონტრაქტორები, რომლებიც საბრძოლო მასალის აფეთქებას ან ამოღებას ახორციელებდნენ. ამერიკული სარდლობის ჩანაფიქრით, მედიანის გაწმენდა საშუალებას მისცემს გემების ორმიმართულებიანი მოძრაობის ორგანიზებას აშშ-ის ავიაციის დაფარვის ქვეშ. ამერიკული ძალისხმევის პარალელურად, ირანი და ომანი საკუთარ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ. როგორც იუწყება ირანული სააგენტო ირნა, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აბას რაქჩი და ბადრ ალბუსაიდი მათ მიაღწიეს შეთანხმებას გემებისთვის დროებითი კორიდორის შექმნასა და ერთობლივ განაღმვაზე. საერთოდ ჰორმუზის სრუტე იქცა ადგილად, სადაც ყველა ცდილობს აჩვენოს, რომ ეს სწორედ მათი ტერიტორია. ირანი და ომანი ამბობენ, რომ ეს ჩვენი წყლებია, ამიტომ მოდით გავიხოთ ერთმანეთში და ავიღოთ გადასახადი გემების გავლაზე. დონალდ ტრამპმა კი ბოლო ორ კვირაში უკვე ორჯერ მოასწრო. მართალია სოციალურ ქსელებში განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ტერიტორია, მაგრამ როგორც ხედავთ, ირანი და ომანი ამასთან არ თანხმდებიან. და ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ომი, რომელიც დონალდ ტრამპმა ნახევარწლის წინ დაიწყო, არაფერს გამოიღო. ომის არც ერთი მიზანი, რომელიც დასაწყისში დონალდ ტრამპმა დაასახა, მიღწეული არ არის. დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული ეკონომიკური დღე და ირანისთვის დადგა და ორშაბათს განსაკუთრებული შოკისა და შიშის გარეშე გავიდა, რომელსაც ის პირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გადაიქცა კიდევ ერთ გაწელილ ულტიმატუმად და სრულიად ცარიელ მუხარებად აშშ-ის მხრიდან. ოპერაციას ეწოდა Economic Outcast, ანუ ეკონომიკური izgovi. და ყოველ შემთხვევაში, როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო პირდება, გაიშლება როგორც მასშტაბური ნელა მიმდინარე სანქციური კამპანია,
რომელიც საბოლოოდ შეძლებს ირანის უცხოენი მხარდამჭერების აშშ-ის ფინანსური სისტემიდან მოწყვეტას. ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებს დონალდ ტრამპი. ხოლო როგორ იქნება, არავინ ნამდვილად არ იცის. მაგრამ ორშაბათს ყველა ელოდა, რომ ეკონომიკური დღე და მალე დადგებოდა. ხოლო სკოტ ბესენტი აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ამბობდა, აი როგორც კი 24 რიცხვში სანქციებს გამოაცხადებ, მთელი მსოფლიო უბრალოდ შოკში იქნება. ის ამბობს, ასეთი სანქციები მსოფლიომ ჯერ არ უნახავს. კალენდარზე უკვე 4 შაბათია, მაგრამ რა სანქციების შემოღებასაც აპირებს აშშ-ში, ამას ვერავინ გაიგო. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, როგორც მან აღნიშნა, დაითხოვა ეკონომიკური ოპერაცია. შავსიაში შეიყვანა ირანთან დაკავშირებული 60-ზე მეტი ობიექტი. იქ კომპანიები და იურიდიული პირები და გააფართოვა მეორეული სანქციების მოქმედების არეალი. მაგრამ ხაზს უსვამ, ჯერჯერობით სანქციები არ დაწესებულა. არსებობს მხოლოდ სიები. და როგორც განაცხადა ბესენტმა, ციტატა, თითოეულ ქვეყანას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გრაფიკი იმ საქმიანობის შეწყვეტისთვის, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ. ბესენტმა უარი თქვა კონკრეტული ქვეყნების ან ვადების დასახელებაზე. განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამჯობინებს ჩუმ დიპლომატიას, ვიდრე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მკაცრ ზომებს მიმართავს. ამ ლამაზ თეორიაში ნამდვილი გამოცდა, რა თქმა უნდა, ჩინეთი იქნება. რომელზეც მოდის ირანის ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90% და რომელიც რჩება თეირანის რეჟიმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ საარსებო წყაროდ. თუ ტრამპი შეასრულებს თავის მუქარას, მეორეულმა სანქციებმა შეიძლება აიძულოს ჩინური ბანკები, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და საზღვაო გადაზიდვების კომპანიები აირჩიონ ირანსა და დოლარზე წვდომას შორის, ამერიკულ ბანკებსა და ბაზრებზე წვდომას. და როცა პირდაპირ კითხეს, მოხდება თუ არა ჩინეთი დარტყმის ქვეშ, სკოტ ბესენტმა დაჟინებით განაცხადა, რომ ციტატა, არავინ არის აშშ-ს სანქციების მიღმა, მაგრამ საჯაროდ არ მიუთითებია, როდის იწურება ვადა. ან რას აპირებს რეალურად გააკეთოს ტრამპმა, თუ პეკინი უარს იტყვის თანამშრომლობაზე. აი ხვალ პეკინი გამოვა და იტყვის, ჩვენ არ გვაინტერესებს ამერიკული სანქციები. ვყიდულობდით და ვიყიდით ირანულ ნავთობს. რას გააკეთებს ტრამპი? რას? ეს ჯერაც არ თქმულა. ცნობილია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი 24 სექტემბერს უნდა ეწვიოს თეთრ სახლს. რაც ტრამპს კიდევ ერთ მიზეზს აძლევს ორჯერ დაფიქრდეს, სანამ მსოფლიოს მეორე უმსხვილესეს ეკონომიკასთან ახალ კონფრონტაციაზე წავა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეში საერთოდ არაფერი მოხდება. უბრალოდ სანქციები დაემუქრენ და გადადეს. ერთ თვეში ისევ გაიხსენებენ. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის იდეა, რომ ომი შეეჩერებინა შუალედურ არჩევნებამდე, აშკარად ჩანს. სანქციები და საზღვაო ბლოკადა შეიძლება განაგრძობდეს თეირანზე ზეწოლას ისე, რომ დაუყოვნებლივ ნავთობის ახალ შოკს ან უფრო ღრმა ჩართულობას არაპოპულარულ ომში არ გარისკან. მაგრამ ეკონომიკური იძულება ძალიან დიდად არის დამოკიდებული ნდობაზე. ჩინეთი, ემირატები, არათურქეთი და ზოგადად ირანისკენ დარჩენილი სხვა კარიბჭეებიც უნდა ენდობოდნენ, რომ ტრამპი საბოლოოდ მართლაც შემოიღებს. თუ ისინი უარს იტყვიან თანამშრომლობაზე, მათ უნდა სჯეროდეთ ეს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოусმინეთ. დიახ, ეს ძალიან სარისკოა, რადგან თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თეირანთან, მაშინ ჩვენზე სანქციები დაარტყამენ. მაგრამ სიტუაცია ასეთია, რომ ძალიან ცოტა სჯერა ამის. იმიტომ რომ ტრამპმა უკვე იმდენჯერ დაანონსა ხმაურიანი დარტყმების სანქციები და ასე შემდეგ, რომ მის სიტყვებს უკვე ძალიან ცოტა სჯერა. ყველა შეეჩვია იმას, რომ ტრამპი ქმედია. კარგი, მოდით ასე ვთქვათ, მან თითქმის 40-ჯერ გამოაცხადა, რომ ირანთან ომი მოიგო. მან ბევრჯერ გამოაცხადა, რომ თეირანი დანებდა, რომ რეჟიმი დაეცა, რომ არმია განადგურებულია, რომ ირანის რეჟიმს საერთოდ აღარ დარჩა იარაღი. და მერე ისევ ახალი დარტყმები და ბალისტიკური რაკეტების გაშვებაც იწყება. მოკლედ, ამის შემდეგ უკვე ცოტა სჯერა ტრამპის და ამის გამო მთელი ეს მუქარი სისტემა ინდრევა. დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბოლო დღეებში რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის კოლეგებს აცნობა, რომ აშშ-ში, ციტატა, ჯერჯერობით თავს შეიკავებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან. მთავარი აქცენტი გაკეთდება ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაზე, საზღვაო ბლოკადის და ახალი სანქციების გზით. შეგახსენებთ, ტრამპმა ომის არც ერთ მიზანს არ მიაღწია. მიუხედავად ამისა, სრუტეში სიტუაცია პლუს-მინუს ნორმალიზდება. ყოველ ღამე 15-20 ტანკერი აშშ-ს საზღვაო ძალების დაცვით მაინც გამოყავს სპარსეთის ყურედან დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი. ეს დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ომამდე იყო. ხოლო თავად ირანი
ნავთობის გატანას ვეღარ ახერხებს ბლოკადის გამო. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხარკის კუნდულთან სულთან, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია, საერთოდ არც ერთი ტანკერი არ შეუნიშნავთ. ამ მიზეზით ირანში უკვე დაიწყო ბენზინის კრიზისი. თეირანში საწავის გაცემას თითო ადამიანზე 20 ლიტრამდე ზღუდავენ. მძღოლები გრძელ რიგებში დგანან ავტოგასამართ სადგურებთან. ირანის სახელმწიფო ორგანოების მონაცემებით, ყოველდღიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც 135 მილიონ litrს შეადგენს, მინიმუმ 15 მილიონი ლიტრი აკლია. საერთოდ ეს ყველაფერი ძალიან გავს რუსეთში არსებულ საწავის კრიზისს. ამიტომაც ეხლა უკვე პირდაპირ ატარებენ პარალელს კუბასთან. რატო? ამერიკელებმა ანალოგიურად წლის დასაწყისში კუბაზე საზღვაო ბლოკადა მოაწყოს, რათა საწავი იქ არ მოხვედრილიყო. მაგრამ კომუნისტური რეჟიმის სწრაფად დამარცხება მაინც ვერ მოახერხეს. და ყველა პროგნოზით, კუბაზე საწავი აპრილში სრულად უნდა ამოწურულიყო, მაგრამ რეჟიმი დღემდე ძლებს. ანუ ეს ბლოკადა ძალიან ხანგრძლივია, ხანგრძლივი და დამქანცველი პროცესია. და ეხლა ირანის მიმართ ზუსტად იგივე ტაქტიკას იხენებენ, რასაც კუბის მიმართ იხენებდნენ. მაგრამ ამავდროულად პაკისტანური და ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ და ირანი თითქოს და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ახლო აღმოსავლეთში. და შეთანხმებები ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტით თავისუფალ გავლას. თითქოს და ასეთი შეთანხმება საჯაროდ წარედგინება უახლოეს დღეებში. მაგრამ რამდენჯერ უკვე მოგვისმენია მსგავსი განცხადებები და რამდენჯერ ისინი არ გამართლდა. ამიტომ აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის რილაქს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.